რა გვიშველება? ვინაიდან არ მოქმედებ, ესე იგი ვიღაცამ უნდა იმოქმედოს. ეს ინფანტილური ფსიქიკის მაჩვენებელი. რა გვიშველებაც ნარატივის ნაწილია. ეგ არის ინფანტილიზმის გამავრცელებელი ნარატივი. ინფანტილურ ადამიანი ყოველთვის არის ადიქციური. შეიძლება ნებისმიერი აბსურდული იდეაც კი მიაწოდო და ამ ადამიანმა ყოველგვარი ცენზურის გარეშე შეასრულოს დავალება. და გახდეს ეს манипуляციის წყარო. აბსოლუტურად. ანუ პროპაგანდა კი არ ცვლის ადამიანს, არამედ გათვლილია სწორედ იმ ადამიანებზე, რომლებიც სენსიტიურები არიან. ასეთი მოთხოვნადი რესპონდენტი მხოლოდ ერთია. დეა ყოლბაია, ექიმი პათოლოგანატომი და მეცნიერების პოპულარიზატორი, რომელმაც ცხოვრება მიუწუნა კითხვას, როდის იწყება ადამიანი. არსებობენ განათლებული ადამიანები და არსებობს დეა ყოლბაია. აი ხა მე რომ მართველი ვარ. მე ხო ძალიან მაწყობს ინფანტილური საზოგადოება. ინფანტილიზმი არის ის ძირითადი ბერკეტი, რითაც ყველა ტირანი მართავს საზოგადოებას. თავისუფალი ადამიანის მართვა არ არის თუ შენ ხარ წიფე აზროვნების, ბუნებრივია შენი მართვა შეუძლებელი. როგორ განმავითარებ საზოგადოება? ყველა ადამიანი, რომელიც манипуლირებს შენი ემოციებით და შიშებით, ცდილობს შენს დამორჩილებას. მთელი ინფანტილური აზროვნება ემსახურება განსხვავებებზე აქცენტირებას. ნარცისს აქვს დაუოკებელი სურვილი ძალაუფლების და თავის წარმოჩენის. ამიტომ ის იქმნის ამალას, ეს იქნება პარტია, ეს იქნება ბანდა, ეს იქნება დაჯგუფება, რომლითაც ის იქმნის ილუზიას, რომ არის საჭირო საზოგადოებისთვის. აი ასე მხუხარეტაშის ფონზე იმარხება დემოკრატიაო. კაცმანის სხვა პოდკასტს წარმოგიდგენთ დეველოპერული კომპანია Omeri.